იღუმენი ნიკონი, გულის სიტყვები. მშვიდობა შენდა, მადლობა საჩუქრისათვის. შემინდე რომ მაშინვე ვერ გიპასუხე მამა სერგისთან შენი გადასვლის თაობაზე. შენ თვითონ სწორად თქვი, სიკეთისაგან სიკეთეს არ ეძიებენ. ადრე სიხარულით გადმოვიდოდი კოზელსკში, მომწონს ქალაქიც, ხალხიც და ბუნებაც. ახლა კი ამის ძალა აღარ შემწევს. შიშით ვფიქრობ გადმოსვლაზე, აურზაურზე, საერო საუბრებზე და ასე შემდეგ. ყველაფერი მიჭირს. ჯდომაც, წოლაც, მსახურებაც, ხშირად ოთახში გადაადგილებაც კი მიძნელდება. თუ მაინც ვატან თავს ძალას, ოფლი მასხამს და ვიღლები. რა დროს ჩემი გადმოსვლა, სადაც ვარ, იქ უნდა დაველოდო სიკვდილს. ღმერთმა შეგინდოს ის გულის სიტყვები, რომელთა შესახებაც პირველ წერილში მწერდი. ძალიან გირჩევ, გადახედო შენ ცხოვრებას და შეინანო არა მარტო საქმეები, ეს ყველაზე ადვილია, არამედ მთელი შენი სულიერი მდგომარეობა. გულის სიტყვები, სულის შინაგანი მოძრაობები, განსაკუთრებით ცუდმედიდობა, რომელიც შენი სენია. თუმცა უწინ, როცა მე გეუბნებოდი, უარყოფთი ამას. ცუდმედიდობა ყოველგვარ სიკეთეს პობს კაცში, სულს აჩირქებს, უხმარ ჰყოფს ღვთისთვის და შესაბამისად ღვთის სასუფევლისათვის გამოუსადეგრად აქცევს. ჩვენ, თანამედროვე ადამიანები, ვერავით არ მხილებას ვერ ვიტანთ, მაგრამ ხომ ითქვა, რომელმან განიშოროს და განაგდოს თავისათვისისაგან მხილებაი, მოძღვრისაი, სამართლით კინ უსამართლოდ, ესე ვითარსა, მას ცხოვრება ითვისი უარყოფია. ჩვენ კი თავის მოყვარეობისა და ცუდმედიდობის გამო მზად ვართ ყველაფერზე ვარი ვთქვათ. ტყუილად კი არ უარყოფს დღეს ბევრი მღვდელი ღმერთს. საკმარისია რაღაცაში ამხილონ, მაშინვე სტატიას აფრენენ გაზეთში. თან რა ცილისწამებაც არ უნდა შეთხსან სარწმუნოებასა და სამღვდელოებაზე, გაზეთში ყველაფერს დაბეჭდავენ და პასუხის გაცემასაც არ დაგანებებენ. წაქცეულს ცემენ და არც კი რცხვენიათ. ასეთი გახლავთ სინოდის აშკარა გაღრწნა. ეს დროის ნიშანია, ვისაც ცხონება სურს, აცხონოს სული თვისი. სხვებზე ფიქრიც კი აღარ შეიძლება. შენც ეცადე რომ ცხონდე, დათვრდგუნე ცუდმედიდობა და ძველი კაცის მთელი ნება. ჩემი მოკითხვა და კურთხევა ღვთისა ყველას, ვისაც ვახსოვარ, ყველას თხო ილოცოს ჩემთვის უფლისა მიმართ. 1900